ეხლა ომის სწრაფად დასრულება კიდევ უფრო რთულია. ხუთშაბათს 26 მარტს ირანმა უარი თქვა აშშ-ის მოთხოვნაზე, რომ შეწყვიტოს თავდასხმები. გააცხადა, რომ არსებულ პირობებში მოლაპარაკებებს ვაშინგტონის პირობებით არ დათანხმდება. დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ თეირანმა მალე უნდა გახდეს სერიოზული, თორემ დაბომბვები გაგრძელდება. ეს მოხდა. დიპლომატია არ მომკვდარა, მაგრამ შევიდა მაღალი რისკის ზონაში, სადაც სამხედრო მუქარა, პოლიტიკური ზეწოლა და ნარატივის ბრძოლაა. ვინ არის ამ ჩიხის ცენტრში? ერთი მხრივ ირანის მთავრობა, მეორე მხრივ თეთრი სახლი, ისრაელი და შუამავლები, განსაკუთრებით პაკისტანი, რომელსაც დიპლომატიურად თურქეთიც მხარს უჭერს. როგორ გადაეცა წინადადება ირიბადს და რატომ? ირანმა უარი თქვა. რადგან ამერიკული გეგმა ცალმხრივ ზედმეტად მკაცრდა, არასაკმარისად მიიჩნია უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და სანქციების შესამსუბუქებლად. ნიშნულოვანი დეტალია, ამ წინადადებაზე უარის თქმა არ კრძალავს საუბრის გაგრძელებას. ამ დროისთვის სანდო ინფორმაციით დაუყოვნებელი ოფიციალური მოლაპარაკების გეგმა არ არსებობს. მაგრამ არაპირდაპირი კონტაქტები კვლავ გრძელდება. კრიზისი იმ ფაზაშია, როცა საჯაროდ მკაცრი განცხადებებია, კულისებში კი ფრთხილი საუბრები. ეხლა ფართო მშვიდობა არ მოდის. ორივე მხრიდან ზეწოლაა, რომ რეალური მოლაპარაკებების დაწყებამდე დათმობები მიიღონ. შეთანხმების პირველი დაბრკოლება მოთხოვნების დიდი განსხვავებაა. შეერთებული შტატები ცდილობს ირანის სტრატეგიულ შესაძლებლობებს დაარტყას, მკაცრი მოთხოვნებით ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებზე. ირანი ითხოვს ახალი თავდასხმებისგან დაცვის გარანტიებს და ომის კომპენსაციას. და შეთანხმებას, რომელიც მას არაჩვენებს დამარცხებულად თავის ხალხსა და მოკავშირეებთან. ერთმა მხარემ თუ განიარაღებაზე, მეორემ სუვერენიტეტსა და კომპენსაციაზე ილაპარაკა, კომპრომისის შანსი მცირდება. მეორე დაბრკოლებაა ნდობის ნაკლებობა. ვაშინგტონი კი ირანს აბრალებს, მოლაპარაკებებს დროის გასაყვანად იყენებს. ეს ატმოსფერო ყველაფერს აჩერებს, როცა ნდობა არ არის. პაუზა ხაფანგია, ჟესტი ბლეფად აღიქმება. წინადადება კი შეტევისთვის მზადებად ითვლება. აი რატომაც საუბარი ქაღალდზე ცოცხალია, მაგრამ პრაქტიკაში ასეთი მკრიფეა. მესამე დაბრკოლებაა ისრაელი, მიუხედავად მედიაციისა. როიტერსის ცნობით პაკისტანის ზეწოლის გამო ისრაელმა დროებით ამოიღო ორი მნიშვნელოვანი ირანელი სამიზნეების სიიდან. ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ არც ერთი ირანელი ლიდერი მიუწვდომელი არ არის. ეს ყველაფერს ცვლის, რადგან მოლაპარაკება მხოლოდ მაშინ მიდის წინ, როცა სამხედრო მხარე კრიზისის წინ წაწევას წყვეტს. თუ თავდასხმები გაგრძელდება, პოლიტიკა ომის კვალდაკვალ მიდის და არა პირიქით. კიდევ არის ფაქტორი, რომელიც მთელ მსოფლიოს აშინებს – ეკონომიკა. ჰორმუზის სრუტე კვლავ კრიზისის ცენტრშია და რეგიონში არსებულმა გაურკვევლობამ უკვე ნავთობის ფასზე ბირჟებსა და განაკვეთებზე იმოქმედა. APA-ის ცნობით, ბრენტის ნავთობის ფასი გაიზარდა, ხოლო გლობალური ბაზრები დაძაბულობის გამო ისევ დაეცა. სამხრეთ კორეის მსგავსმა მთავრობებმა უკვე გამოაცხადეს საგანგებო ზომების შოკის შესამსუბუქებლად. ეს ხელს უწყობს ახსნას, რატომ არის ასეთი დიდი ზეწოლა გამოსავლის მოსაძებნად, მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება ჯერ არ ჩანს. ამიტომ ეხლა გულწრფელი პასუხი ომი და პარალელური დიპლომატიაა. ირანმა უარი თქვა მოლაპარაკების პირობებზე, თუმცა მედიაციის შესაძლებლობა არ გამორიცხა. აშშ-ში ამბობს, რომ შეთანხმება ჯერ შესაძლებელია, თუმცა ახალ შეტევებსაც იმუქრება. მომდევნო საათები და დღეები ალბათ იქნება უფრო დაძაბული, მეტი განცხადებებითა და არაპირდაპირი კონტაქტებით. და სახიფათო განცდა, რომ არასწორმა გათვლამ ყველაფერი ისევ შეიძლება ააფეთქოს.